თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღშენებაში. ეხლა ჩვენ გახლავართ სოეცხოვლის ეზოში. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი დღეა. დღეს არის წმინდა ნინოს ხსენების დღე და მე მინდა მსურველად საქართველოს და ყველა ქრისტიანს და ყველა მართლმადიდებელს მიულოცოთ დღევანდელი დღე. დღევანდელი დღის მადლით ფარავდეს თითოეულ ჩვენგანს და მთელ საქართველოს. ჩვენი გამონათლებელია და ჩვენი ასე თქვა გავქრისტიანებელია. ჩვენ გახლავართ საქართველოს სამეფო კლუბის წევრები. ეს გადაცემაც არის სამეფო კლუბის გადაცემა, რომელიც არის მიდის და გადის YouTube არხზე საქართველოს ისტორიული გვარები და მე გახლავართ მისი წამყვანი დატორი ლევან ბერაია. თქვენი მოწერილობის და თქვენი წერილების საფუძველზე ვადგენთ საერთოდ ამ იმას გადაცემებს. საკმაოდ ამბოლოდოს და მოიკოჭლებს და იმდენი წერილი აღარ მოგდის, რამდენიც ადრე მოგდიოდა. ალბათ ეს იქიდანაა განპირობებული, რომ ძალიან ბევრ გვარს ჩვენ ვერ დაუკმაყოფილებთ ის თხონა, რა თხონას ჩვენს მიმართ ჰქონდა, მაგრამ ამას ობიექტური ახსნაც აქვს ის, რომ დაუშვათ დღეს როცა ჩვენ ორნი მე და ჩემი თანაწამყვანი ვალერიან ხიმშეშვილს მიყვარდა ეს გადაცემა, მაშინ ცაცაკე ვამუშავებდით 4 გვარს, 3 გვარს ვამუშავებდით და 6-8 გვარით წავდგებოდით ხოლმე თქვენს წინაშე და ეხლა ბატონი ვალერიანი სამწუხაროდ ავად არის ავადმყოფობს და ამიტომ მარტო მე მიწევს ამ ყველაფერთან გამკლება და ცოტა რთულია ეს და ყველა ძნელია. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ ფორმატი შევცვალოთ ჩვენი გადაცემების და გარდა იმისა, რა ქვია, იმის გარდა, რა ქვია, კვირაში ერთი გადაცემის გარდა გვინდა ესე იგი კვირაში ორჯერ ჩავწეროთ, ორჯერ ესე იგი 4 შაბათი და კვირა დღე იქნება ჩვენი ჩაწერის დღეები და შესაბამისად ორშაბათს და ხუთშაბათს გავა ჩვენი გადაცემები ესე იგი YouTube-ზე. ვისაც გაინტერესებს ჩვენი გადაცემები და ვისაც აინტერესებს თავისი საკუთარი გვარის და თავისი გვარის ისტორიის გაგება და ესე იგი შეცნობა და შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ჩვენი არხის გამოწერა იმითი არის კარგი, რომ ესე იგი წვდომა გექნებათ, უფრო ადვილად გექნებათ წვდომა ჩვენ 74 გადაცემა ეხლა ეს ასაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს და 74 გადაცემაში საღამოს დაახლოებით 350 გვარი გავაშუქეთ. საქართველოში არსებული 18000 ქართული გვარიდან მხოლოდ 300-ია გაშუქებული და ვისაც გაინტერესებთ იქნება თქვენი გვარი უკვე, იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანი წერს, იმეორებს იმას, რომ უნდათ რომ ესე იგი როგორც ჩანს არ მოусვენია ჩვენი გადაცემებისთვის და ვისაც ამიტომ გეუბნებით რა, თორსა გექნებათ გამოწერილი ჩვენი არხი, რა თქმა უნდა, ესე იგი წვდომა უფრო ადვილია, უფრო ადვილად ნახავთ ამ ყველაფერს და რა ვიცი, აბა მე მგონი ჯობია რომ გამოვიწეროთ ჩვენი არხი. ახლა რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, დღევანდელი გადაცემა მინდა მიქელაძეების ისტორიულ გვარზე საუბრო. ეს არის საკმაოდ ისტორიული გვარია, საკმაოდ ცნობილი გვარია და დიდ როლს თამაშობენ საქართველოს ისტორიაში და საკმაოდ ძველი გვარია. მიქელაძეთა გვარის ყველაზე ადრეული ცნობა, რომელიც ჩვენამდეა მოღწეული არის მანგასარ მიქელაძე. იგი პირველად იხსენიება 1326 წლის სიგელში.
უფრო გვიან 1484 წელს იმერთა მეფე ალექსანდრეს დარბაზისა შორის ხდება ყერძელი მიქელაძე. და უფრო ადრინდელი ამ 1488 წლამდე კიდე არის ერთი საბუთი, ეს არის 1428 წლის ალექსანდრე მეფის მიერ თოფურეთისებისადმი, ესე იგი გაცემული სასწრო სიგელი, სადაც მოწმეთ არის დასახელებული ლომინი მიქელაძე. ეს ორი ცნობა არის, ეს სამი ცნობა არის ყველაზე ძველი ცნობები, რაც ისტორიულად არის ამ გვარის შესახებ. მაგრამ არის კიდე, ესე იგი იონა ბატონიშვილს აქვს კიდე მოხსენებული თავის ნაწარმოებში ეს გვარი. ცოტა უცნაურადაც კი არის, რომ იონა ბატონიშვილი რატომღაც საგათო იმ მოხსენებული გვარებიდან, რაც მას აქვს მოხსენებული გვარები, რაღაც 80% წარმომავლობა თითქოს და არაქართულია. ეს ჯერჯერობით არ შეესაბამა სინამდვილეს ჩვენ კვლევებმა აჩვენეს და გინდა გენეტიკურმა კვლევებმა და გინდა ესე იგი ისტორიული, ესე იგი საბუთებში და საბუთების მიხედვით კვლევა არ შეესაბამება იმას, რასაც თავშევათ იონა ბატონიშვილი წერს ამა თუ იმ გვარის შესახებ, რომ ვიღაცა საგასთან არის მოსული, არავინ არ არის ასაიდან მოსული, ყველა არის ადგილობრივი და ყველას ადგილობრივი, ასე თქვათ, გენეტიკური კოდი გააჩნია. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა, რატო აკეთებდა ამას იონა ბატონიშვილი და რა წყაროებზე დაყრდნობით წერდა და ამბობდა იმას, რომ გავუშვათ ესეთი გვარი არ არის არაქართული. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ახლა მე მინდა ციტირება გავაკეთო იონა ბატონიშვილის ნაშრომიდან, სიტყვასიტყვით მინდა გადმოგცეთ ის, რას წერდა ესე მიქელაძეების შესახებ. მიქელაძე ვაკის თავადია. მიქაელ მთავარი იყო მოსახლე ვანისა და არძუმის საშუალ ადგილსა ტარონსა შინა. ესე მიქაელ მსახურებდა ალექსი კეისარსა, რომელსა მისცა დაითვისი ცოლად და ამათგან იშვნენ ორნი ძენი, გრიგოლ და იოანე, რომელნიცა იწოდებოდნენ სებასტოდ 1085 წელსა. მერე შემდგომად თურქთაგან დაპყრობისა ამათნი გვარნი მოვიდნენ იმერეთს და მიიღეს მეფემან მიქელაძეებად თავადებად. მათნი დაბანი სახლის კაცი მიქელაშვილებად აზნაურებად, პირველი ცხოვრობენ იმერეთს, მეორენი ქართლსა. სხვა შორის მიქელაშვილებზეც არის აქვს იონა ბატონიშვილს. ამათი და ამასაც გაგაცნობთ. ახლა ამათი წინაპარნი არიან იმერეთით მიქელაძეების სახლის შვილთაგანი დაბალ აზნაურად მიღებული, რომელიც მოყვა ზითებსა შინა მიქელაძის ასულსა დედოფალსა ხვარაშანს, მეუღლესა გიორგი მეფისას და მუნიდან არიან ცნობილი აზნაურად. მიქელაშვილება წესსა 1685-ცა და მოხსნებული არიან ტრაქტატსა შინა. ანუ მიქელაშვილები და მიქელაძეები ერთდაიგივე გვარი წარმომადგენლები არიან, უბრალოდ ასეთი წესი არსებობდა ძველ საქართველოში, როცა ესე იგი ერთი სამეფოდან სამწუხაროდ ჟამთა ვითარებიდან გამომდინარე და თურქული რაღაც იმ პერიოდიდან გამომდინარე და იმ რაც შეიქმნა მაშინ გეოპოლიტიკურად, ესე იგი საქართველოში, ანუ საქართველო რაც დაიშალა სამეფოდ და ესე იგი სამთავროდ, ამაზე ლაპარაკის ცოტა ჭირს, იმიტომ რომ ერთი სამეფო და მეორე სამეფოში როგორ ერთი საქართველოა, ის კახეთი საქართველოა, ქართლის და იმერეთის და დავუშვათ სამეგრო და გურიას, მაგრამ მაშინ ასე იყო, გეოპოლიტიკურად და პოლიტიკურად იყო ასე, ცაცაკე სახელმწიფოები იყო და ცაცაკე მთავრები და მეფეები ყავდა და როცა ესე იგი ერთი სახელმწიფოდან მეორე სახელმწიფოში ადამიანი ესე გაიხიზნებოდა, იყო ასეთი წესი, თუ ესე იგი შიგნით, ესე იგი სამეფო შიგნით დავუშვათ გლეხი თუ ან აზნაური ან გლეხი ან თავადი თუ თავადს არ ქონდა ამის პრობლემა, მაგრამ გლეხს და აზნაურს ქონდა, თუ ესე იგი შეეხიზნებოდნენ მეორე თავადს ან დავუშვათ ეპისკოპოსს, არაფერი არ იცვლებოდა ამით, მაგრამ როცა ესე იგი სამეფოდან ერთ სამეფოდან მეორე სამეფოში ხდებოდა გახიზნა, ეს არ აქვს მნიშვნელობა, თავად იქნებოდა, აზნაური იქნებოდა, თუ გლეხი იქნებოდა, ადამიანი ესე იგი ერთი საფეხურით კნინდებოდა. ანუ დავუშვათ თუ თავადი იყო, დავუშვათ იმერეთში ან თავადი იყო სამეგრელოში და გადმოდიდა ქართლში ან კახეთში, აზნაური ხდებოდა. ეს წესი იყო და კანონი იყო ასეთი რა და აქედან გამომდინარე ეს მიქელაძე, რომელიც გადმოვიდა დავუშვათ
იმერეთიდან ქართლში ეს ესე იგი დაკნინდა ერთი საფეხური დაკნინდა და გახდა აზნაური გახდა. მიქელაძე ზოგიერთი ისტორიული საბუთები და წყაროებით მიქელაძეები ამბობენ რომ ჩვენ მიქელაშვილები ამბობენ ჩვენ ესე გურულები ვართ და არანაირი კავშირი არ აქვს უშუალოდ იმერლებთან, მაგრამ ეს არ შეესაბამება ჩემი აზრით სწორი არ უნდა იყოს, რა ვიცი, შეიძლება მევცდები. მაგრამ ამას რა ვიცი, აბა თავისი რაც ესე იგი იონა ბატონიშვილი შეიძლება ბევრ რაღაცას ჩნდება, მაგრამ როგორც წყაროთ ამ მისი მასზე დაგწნობა შეიძლება. აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია რომ მიქელაშვილი და მიქელაძე ესეთგვე გვარის ორი განშტოება. რაც შეეხება მიქელაძეს როლი იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო ფრიად თვალსაჩინო. მე-19 საუკუნის 30-იან წლებიდან სოლომონ პირველთან კეთილ განწყობილებაში არიან მიქელაძეები და მათთან ძალიან დაახლოებულები არიან 1798 წელს სოლომონმა დავით მიქელაძეს ოწყალშუა ადგილმამული უბოძა. სოლომონის მეფობაში ჰქონდა მიღებული მდივანბეგობაც და მსახურს წარმოადგენს დავით მიქელაძეს. იმერეთში რუსული მმართველობის სისტემის დამყარებასთან დაკავშირებით მიქელაძეთა სათავადო ადმინისტრაციულად გაუქმდა. მიქელაძეები იყვნენ ყმამრავალი თავადები იყვნენ და აზნაურებიც ყავდა და მისი აზნაურები იყვნენ ესე იგი ქაჯაიები, კახიანები და თვითონ მიქელაძეებიც. ეგ რა საინტერესოა, ბევრი მეკითხება ერთ და იგივე გვარში არის ძალიან ბევრია შემთხვევა, როცა ერთ და იგივე გვარში არის ხა მე თავადურ გვარებზე მაგამშილაში ლაპარაკი, როგორც თავადი, ისე აზნაური, ისე გლეხი. და რამ გამოიწვია ესო? ეს ამას ძალიან ბევრი რაღაცის გამოხდებოდა ეს არ იყო რაღაც დავშვათ ყველაზე უფრო გავრცელებული რაც იყო იმ დროს იყო სისხლის დამცრობა, ანუ სისხლის შემცირება ჩვენ ვიცით ვახუშტის მიხედვით აზნაურის და თავადის ესე იგი განმარტება როგორ იყო აზნაურს აქვს უნდა ციხე და ისე მაგას ეკლესია და ისე მაგას სასაფლაო და ისე ტერიტორია რაღაც გარკვეული რაოდენობის ესე იგი ყმაგლეში უნდა ყოლოდა. ასევე იყო თავას უნდა ყოლოდა, ქონოდა ციხესიმაგრე, უნდა ქონოდა სასახლე, უნდა ქონოდა ეკლესია, მონასტრები და სასაფლაო და ამავე დროს უნდა ყოლოდა აზნაურები და გარკვეული რაოდენობის აზნაურები და გარკვეული რაოდენობის თავშოთ გლეხები. მაგრამ როცა ხდებოდა ოჯახების გაყოფა რო ხდებოდა, დავუშვათ მრავალ შვილიანი თავადური ოჯახი იყო, რომელიც ესე იგი გაიყო დავუშვათ საუფლისწულოებად იყოფოდა სათავისთავოდ და ბევრი ისინი იყო, რა ქვია, პატარა რაღაც ისინი, რა ქვია, დომენები იმაში, თვითონ სათავადოებში. აი ეს ვისაც გაიყო, დავუშვათ 5 შვილი ყავდა, რომელიღაც მიქელაძეს. ესე იგი ერთი იყო მისი მემკვიდრე, რომელიც გაუყოფილიყო და არ იყოფოდა, დანარჩენი საუფლისწულოები იყო, რომელიც უნდა გაყოფილიყო ამ 4 შვილში. ამ 4 შვილიდან მე რომელიღაცა შვილმა კიდე მოიყვანა ცოლი, დაქორწინდა, შეეძინა კიდე 5 შვილი, კიდე გაყო და მოკლედ ესე იგი ის დაკნინდა დამცრობა, ანუ ესე იგი სისხლი შეუმცირდა, ну რა თქმა უნდა 1500 რაღაცა 34 არ ზუსტად არ მახსოვს. ეს სისხლი დაუშვათ შეუმცირდა და 800 რაღაცა 800 მომდე რა ქვია მაგას იმადი ჩამოვიდა, ანუ ფუმნამდე ეს როგორ იყო, ესე იგი სისხლი გლეხის სისხლი შეფასებული იყო 12 თუმნად, სახურის სისხლი იყო შეფასებული 24 თუმნად, სათავადო აზნაურის იყო 58 თუმანი, ორჯერ მეტი იყო საეკლესიო აზნაურის სისხლი, ორჯერ მეტი იყო ტახტის აზნაურის სისხლი, ორჯერ მეტი იყო მესამე ხარისხის თავადის სისხლი, კიდე ორჯერ მეტი იყო შუა თავადის და დიდებული თავადის კიდე ორჯერ მეტი. ანუ ესე იგი ორჯერ იზრდებოდა ქვევიდან ზევით სისხლი, ესე იგი იზრდებოდა ორჯერ ეს და თუ დავუშვათ შემცირდებოდა სისხლი, ანუ ქონებაში შეუმცირდებოდა, იქ სასხლის სიგელებში არის ძალიან კაცრადაა და დეტალურადაა ესე იგი გაწერილი თუ რა ამ 12 თუმანში რა შედიოდა, დავუშვათ ან 58 თუმანში და ამას თუ დააკდებოდა რაღაც, ანუ სისხლი უმცირდებოდა, ანუ ესე იგი სისხლის საფასური უმცირდებოდა და რა თქმა უნდა
ესა თუ ის გვარი კნინდებოდა. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი გვარი, ესე იგი არა მარტო მიქელაძეები, არამედ ძალიან ბევრი გვარი, ესე იგი ამ შემთხვევაში განიცადა დაკნინება. ამავე დროს ხდებოდა კიდე, ესე იგი დაკნინება ხდებოდა თუ დავუშვათ უკანონო შვილი, უჯეროდ ნაშობი ერქვა მასში ძველ ქართულად ამას ერქვა უჯეროდ ნაშობი, დღეს თორე სხვანაირად ვიხსენიებთ ამას, ჩვენ ქართველები ცოტა უფრო კულტურულად ვიხსენიებთ ამ ყველაფერს და უჯეროდ ნაშობი შვილი, ესე იგი კნინდებოდა, ანუ თუ დავუშვათ თავადის შვილი იყო, თავადის განყავდა დავუშვათ გლეხს შვილი გამოდიოდა აზნაური, ანუ ერთი საფეხურით დაბალ რანგში იყო. ამანაც გამოიწვია ერთ-ერთი გამოწვევი მიზეზი, სწორედ ის იყო, ესეც იყო. აქედან გამომდინარე, ესე იგი ძალიან ბევრს უჩნდება კითხვა, რატო იყო და ამიტომ იყო. კიდე არის ბევრი რაღაც მიზეზებია, რომელზეც დღეს არ გავჩერდები და მე თუ დაგაინტერესებთ, შემიძლია ერთი გადაცემა მთლიან დაუთმო ესეც საკითხებს. ეხლა მინდა გავაგრძელოთ ამ მიქელაძეებზე, საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილები მიქელაძეები ისტორიულ დოკუმენტებში, სხვადასხვა 1687 წლის საბუთით, მიქელაძის ერთ-ერთი მიქელაძის ქალი ცოლად მოიყვანა გიორგი მეფემ, ხორაშანი დედოფალი, ამის ასეთი იმით იყო ცნობილი, ესე იგი ძალიან დაახლოებულები იყვნენ მეფესთან და უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გვაქვს კიდე საბუთი, სადაც ესე იგი 1710 წლის საბუთია, სადაც ესე იგი მოხსენებულები არიან მიქელაძეები. მაქვს კიდე ერთი საბუთი, რომელიც არის ჩემს გვარს უკავშირდება, ეს არის 1707 წლის საბუთია, სადაც ესე იგი წერია, რომ ესე იგი ჯათან ბერაი, ესე იგი რომელიც როგორც ჩანს ცხოვრობდა ესე იგი ზემო ვაჭარაში, პირდაპირ წერს გრიგოლ კათალიკოს, ეს არის 1707 წლის საბუთია. მანამდე მინდა მოგახსენოთ, რომ 1707 წლამდე სამეგრელოში ბერაების ხსენება არ არის საერთოდ, არც ერთი ბერაი არ არის ნახსენები და 1707 წლიდან იწყება უკვე ბერაები გამოჩნდნენ, ესე იგი იმაში, რა ქვია, სამეგრელოში და პირველი ბერაია სამეგრელოში, რომელიც გამოჩნდა, ეს იყო ჯათან ბერაი, რომელიც ესე იგი სხვა შორის ჯათუნი, ჯათუ, ეს არის ძალიან გავრცელებული სახელია სამეგრელოში 18-19 საუკუნეში იყო ძალიან გავრცელებული, თვითონ ჩემს გვარშიც 4-ჯერ მეორდება ეგ სახელი. ანუ ჯათანი და მოყოლებული, მანამდე სხვა შორის ჯათანის სახელი არ არსებობდა. აი ამ ჯათან ბერაიდან დაიწყო ესე იგი ამ სახელის გავრცელება და საკმაოდ ცლად იყო შემდეგ, ესე იგი ძალიან ხშირი იყო ეს სახელი იმაში სამეგრელოში. აი წერს ეს ჯათან ბერაი წერს, ესე იგი ამ ხელა კაცი ვარო, ხო და ესე იგი თათარმაო ძალიან შემაწუხა და ვერ გაუძელი ამ ხელა კაციო და წამოვედიო, ავიყარე ჩემი ოჯახით და წამოვედი და მოგვისაო და იქნებაო მოწყალება გაიყოთო და შეგვიფაროთო და გრიგოლ კათოლიკოსი აძლევს, ესე იგი სამკომ მაგლეხს აძლევს და აძლევს სასახლის ადგილს და შესწირა, ესე იგი საეკლესიო აზნაურებად გახადა ეს გვარი. და ამ საბუძეც, ესე იგი ხელს აწერს სხვა კორძაიებთან, ჟვანიებთან და რამოდენიმე ჩაჩავებთან ერთად, ესე იგი ხელს აწერს მოწმეთ არის დასახელებული მიქელაძე. ეს იყო სულ ის რაც უნდა მეთქვა ამ გვარის შესახებ, მიქელაძეების გვარის შესახებ და თუ ეხლა თუ დაგაინტერესებთ კიდე და თუ ისა შეგიძლიათ მოგწეროთ, ეხლა მე 4 გვარი მაქვს, ესე იგი იმაში ასე ვთქვათ CHC-ის მიხედვით ამ 4 გვარზე უნდა ვილაპარაკო შემდეგ გადაცემაზე და თუ თქვენს გაინტერესებთ, მე ძალიან ბევრი ახლა თქვენ TikTok-ზე დავდევი ჩემი სარეკლამო კლიპი, რომელიც 38000 ნახვაზე, სულ რაღაც ერთ კვირაში 38000 ნახვა აქვს, 1800 მოწონება აქვს და ძალიან ბევრი კომენტარებია და ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, მაგრამ
ყველას ერთდროულად ვერ ვიტყვით ასე ნაწილ-ნაწილ 4-4 გვარით მინდა რომ ესე იგი ასე ვთქვათ გაგაცნოთ თქვენი გვარების თითოეული გვარების ისტორია. მოგეთ თუ გაინტერესებთ ესეთი ამბები და თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია გამოვიდეთ ჩვენი საქართველოს საერთო კლუბის არხი YouTube-ზე და ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა საქართველოს ისტორიული გვარები. მადლობთ ყურადღებისათვის. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავ დღეს მოსრები ვარ